გამარჯობა, ჩემო მოსწავლეებო, მშობლებო, კოლეგებო. გადავწყვიტე ვიდეო ჩამიწერა საზაფხულო რჩევების შესახებ, რომლებიც ჩემს მოსწავლეებს სასწავლო წლის ბოლო კვირას მივეცი და ვფიქრობ, ეს ვიდეო დახმარებას გაუწევს იმ ადამიანებსაც, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, თუ რა წააკითხონ ბავშვებს, ან როგორ მოვარგოთ მათ ინტერესებს ჩვენი რჩევები, რა შევთავაზოთ, როგორ შევთავაზოთ. ძალიან ბევრს ვფიქრობ ამ ყველაფერზე და მოდი დავიწყოთ. აქ მაქვს მე მომარაგებული ჩემი ბავშვების დღიურები, წიგნები, რომლებიც მინდა გირჩიოთ. მოდი ახლა უბრალოდ სათაურებს გეტყვით და იმ რჩევებს მოკლედ გაგიზიარებთ, რომლებიც მოვიფიქრე და შემდეგ უკვე უფრო გავშლი და უფრო მეც მოგიყვებით, იმიტომ რომ სათქმელი მართლაც ბევრი დამიგროვდა. მაშასე მე ვასწავლი ამ ეტაპზე მე-6, მე-8 და მე-10 კლასებს. მე-6 კლასელები მე-7-ში გადავიდნენ და ასე შემდეგ, დანარჩენი ბავშვებიც. და აი 12-13 წლის ბავშვებისთვის, მე-6 კლასელებისთვის, რომლებიც მე-7 კლასში გადავიდნენ, გადახვედით, შემდეგი წიგნები შევარჩიე. ეს არის რობინზონ კრუზო, დანიელ დეფოს რომანი, კაპიტან გრანტის შვილები, ჟიულ ვერნის რომანი, სათავგადასავლო და ალექსანდრე დიუმას, ესეც ფრანგი მწერალია, სამი მუშკეტერი. ეს სამი წიგნი ჩემს მოსწავლეებს იმიტომ შემოგთავაზეთ, რომ არ გეგონოთ, ესე წავედი მაღაზიაში და დავდექი, რომელი წიგნი მინდა რომ წაიკითხოთ, ასე არ ყოფილა. ცოტა სხვანაირად მოვედი ამ წიგნამდე. ეს წიგნები ვიპოვე ჩემს დღიურებში. და ამ დღიურებს ვწერ ზუსტად თქვენი ტოლი. 1998 წელია ამ დღიურში, ხოლო აქ არის 1999 წელი. და შემდეგ უკვე ესე 2000, 2001, 2002 წლები ძალიან ბევრს წერდი თქვენ ხელა, უფრო მეტიც შეიძლებოდა. და სწორედ აქ ვიპოვე რობინზონ კრუზო და სამი მუშკეტერი 12 წელს ვკითხულობ. მესამე წიგნი ამ დღიურში არის საბავშვო ენციკლოპედია, მაგრამ მესამე წიგნად შევარჩიე კაპიტან გრანტის შვილები, რადგან მახსოვს მე-5 კლასში წავიკითხე ეს წიგნი და ამ წიგნის გავლენით გემის კაპიტნობა მომინდა. მაშინ მითხრეს, რომ ქალები, გოგოები გემის კაპიტნები ვერ გახდებიანო და პირველად გამიჩნდა ძალიან დიდი პროტესტის გრძნობა, რატომ უნდა ყოფილიყო ასე, რატომ არ გქონდა გოგოებს იმის უფლება, რაც ბიჭებს. ახლა როგორც ვიცი, ქალებიც არიან გემის კაპიტნები და მივესალმები ამას. მოკლედ, როცა ამას უყვებოდი, სწორედ ამ კლასში ბავშვებს კარი შემოაღო სალიტამ, შემოგვიერთდა და სალიტას ყველამ ვიცით, უბრალოდ ახსენეს, რომ სალიტას უნდა გემის კაპიტნობა და სწორედ რამდენიმე წუთში შემოაღო კარი და ყურადღება გავამახვილეთ იმაზე, რა კარგია, როცა კლასელებმა ერთმანეთის ოცნებების შესახებ იციან, უსმენენ, იმახსოვრებენ და მე ამას ხმამაღლა აჟღერებენ. მოდი რობინზონ კრუზოზე გეტყვით. აი აქ ვკითხულობ 2 ივნის, ასეთ რამეს ვწერ. დღეს მთელი დღე სახლში ვარ და რობინზონ კრუზოს ვკითხულობ. დღეს დავამთავრე ამ წიგნის კითხვა და ავუტანე თავის პატრონს. ჩემს მეზობელ ციცო დეიდას მეთქი, ასეთ რამეს ვწერ და ამ წიგნის კითხვა გაბრიელმა, თქვენმა თანაკლასელმა, ჩემმა შვილმა ასევე დაიწყო ჩემი რჩევით და ძალიან გამიხარდა. აქვე მინდა მშობლებსაც შეგეხმიანოთ და გითხრათ, რომ ძალიან რთული დროა და ის რომ აი ესე მე სამი წიგნი გაჩვენეთ და თქვენ ბავშვებს უსიამოვნო განწყობა შეუქმნათ იმის გამო, რომ მასწავლებელმა დაავალა წიგნების წაკითხვა, ესე არ მინდა. მე გთხოვთ მთელი გულითა და სულით, რომ თქვენც ჩაებათ ამ ჩვენ საზაფხულო საკითხავში, მეც ასევე ვაპირებ, რომ მიუბრუნდე ბავშვების წიგნებს და სწორედ იმის გამო, რომ გაბრიელმა დაიწყო კითხვა, დილა სანამ ის გაიღვიძებდა,
მე დავიწყე კითხვა და აღმოჩნდა, იმიტომ რომ მითხრა რომ ძალიან საინტერესო წიგნი არისო და ვიფიქრე, სადღაც 50 გვერდამდე მოვასწარი წაკითხვა და რომ გაიღვიძა, დავიწყეთ საუბარი და ვთქვით, რომ რაც სუდია, რომ მაგალითად მე ვუთხარი, რომ მამას რომ არ დაუჯერა გაბრიელ, იმიტომ დაემართა ასეთი ცუდი რამე თქვი და გაბრიელმა მიპასუხა, რომ აბა როგორ დაწყევლავ იმ კაცმაო, მამა მთავარი პერსონაჟზე თქვა რობინზონ კრუზოს მამაზე, რანაირი წყევლა გააყოლა, აბა რა დაემართებოდაო და მეთქი ზუიცოდი რომ ზუსტად ასეთ რამეს მიპასუხებდი მეთქი და დავიწყეთ საუბარი, მე შევყევით და აღმოჩნდა რომ მე უფრო მეტი წამიკითხავს და აქ რომ მოვდიოდი ამ წიგნებისთვის ძლივს გამომატანა, მინდა რომ გაგასწრო კითხვაში და ამიტომ გეუბნებით მშობლებო, ახლა თქვენ გესაუბრებით რომ თქვენც თუ ჩაებმებით უფრო საინტერესო იქნება კითხვის პროცესი, ერთმანეთთან აზრების გაზიარება. და აქვე უნდა აღვნიშნო, რომ 12 წლის ასაკში ისე როგორც ჩემი მოსწავლეები კითხულობენ და აფასებენ, ასეთი სააზროვნო უნარები, როგორც მახსოვს, არ მქონდა განვითარებული, ან უბრალოდ უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევდი თვითონ ამბავს, ამბავი რომ გამიტაცებდა ყველა წიგნს სულ მოუთმენლად კითხულობდი. მოკლედ, რობინზონ კრუზოზე ასეთი საყვარელი ამბავი მაქვს და ვაგრძელებ კითხვას. თქვენ რომ გემმა მარტო აღმოჩნდეთ კუნძულზე და მიტოვებული გემი ნახოთ, საინტერესოა იქ რომ აბობღდეთ ნივთების წამოსაღებად, რას წამოიღებდით, აი 3 ნივთის წამოღების ნება რომ გქონდეთ. რობინზონ კრუზო დურგლის ყუთს წამოიღებს. კიდევ ბევრ რამეს წამოიღებს, უბრალოდ მე დავსვი ასეთი შეკითხვა. და ამბობს, რომ დურგლის ყუთი აი ახლა ოქროთი სავსე გემზე უფრო ძვირფასი არის ჩემთვისო და აბა დაფიქრდით რატომ შეიძლება იყოს დურგლის ყუთი, ასეთი სანუკვარი რამ უცხო კუნძულზე. კაპიტან გრანტის შვილები ბავშვობის მერე არ წამიკითხავს, მაგრამ ერთ-ერთი უდიდესი ძაფრი შთაბეჭდილება არის ჩემი ბავშვობის და ეს ფრაგმენტულად მახსოვს. სიუჟეტი, ეპიზოდები, აი როგორც ბრჭყალები რომ გაიელვებს ხოლმე კადრში, თქვათ ხომ, აი ეფექტის გულისხმობ. ზუსტად ესე გაიელვებენ ხოლმე ის განცდები, რომლებიც კითხვისას დამეუფლა და სწორედ ამიტომ გეუბნებით ბავშვებო, რომ რასაც ახლა წაიკითხავთ, ის წიგნი არის ძალიან ძვირფასი გახდება შემდეგ თქვენს ცხოვრებაში. რაღაცნაირი მიჯაჭვულობაც გაქვთ და თან საინტერესო არის ის, რომ რა წიგნებში არჩევთ თქვენ, ყველა ადამიანის საკითხავი ლიტერატურა განსხვავდება და ესეც საინტერესოა, რომ მე თქვათ რომ გაიზრდებით სხვასთან საუბარი მოგიწევთ, საინტერესო იქნება თქვენი წიგნების ნუსხა როგორ გამოიყურება, სხვისი წიგნების ნუსხა როგორ გამოიყურება, რა დაემთხვევა, რა განსხვავება იქნება. შემდეგი წიგნი, მესამე წიგნი არის 3 მუშკეტერი. ეს წიგნი, არ ვიცი, მახსოვს რომ ამ წიგნს აქვს გაგრძელება 20 წლის შემდეგ და ისიც წავიკითხე. ძალიან ჩემი თაობის ბავშვებს, იმ თაობის ხალხს გვაერთიანებს და არა მარტო ჩემი თაობის, ძალიან ბევრ ბავშვს და ბევრ ადამიანს, ბევრ მკითხველს მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს ეს წიგნი. ამ პერსონაჟების დევიზი არის ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის. იგივე რაც ჩვენი ქართული ანდაზა ხო, ძალა ერთობაშია. მსგავსი იდეის მატარებელია და ძალიან საინტერესო არის საფრანგეთში, აღმოჩნდებით პარიზში, არა მარტო პარიზში, დედოფლების სამეფო კარზე, აქ არის რიშელიე, მახსოვს, არ მიყვარდა ეს პერსონაჟი და ერთი სიტყვით ძალიან საინტერესო თავგადასავალი გელოდებათ წიგნის პერსონაჟებთან ერთად. მოკლედ, ეს არის მე-6 კლასელების 3 წიგნი, რომლებიც მთელი გულით მინდა რომ წაიკითხოთ. ასევე ჩვენ შევთანხმდით თქვენი თანატოლები ამ კლასის თანატოლები რომ წავიკითხავდით ერთ წიგნს, კლასის საერთო წიგნს და სპექტაკლისთვის რომ ვემზადებოდით, მაშინ შემოვედით და შევარჩიეთ ეს წიგნი. ეს არის ასტრიდ ლინდგრენის ჩვენ საუთკროკელები ვართ. ეს წიგნი ბავშვობაში არ წამიკითხავს, აქ მაქვს მეორე წიგნიც, რომელიც წავიკითხე, ჩემი ბიბლიოთეკიდან მაქვს მოტანილი.
დაახლოებით 12-13 წლის წინ მაქვს ალბათ ეს წიგნი წაკითხული, მაშინ როდესაც სოციალურ ქსელში ვკითხულობდი, გაჩნდა მსგავსი შინაარსის პოსტები, ჩემი თანატოლები წერდნენ რა წაიკითხეს ბავშვობაში და აი მაშინ რომ აღმოვაჩინე რომ ეს წიგნი თურმე არსებობდა, ნათარგმნი იყო ჩემს ბავშვობაში და მე არ მქონდა წაკითხული, ძალიან დამწყდა გული. წარმომიდგენია, ახლა ეს წიგნი ვიცი თუ გამიელვა, რამდენ ადამიანს უყვარს, ჩემს თანატოლს. და წარმომიდგენია რომ ბავშვობაში რომ წამეკითხა, როგორი მძაფრი შთაბეჭდილებების მომტანი იქნებოდა. აქვე მინდა გითხრათ, რომ ეს არის რუსულიდან ნათარგმნი, როგორც მახსოვს და ლიკა ჩაფიძემ შვედური ენიდან თარგმნელმა საოცარი თარგმანი შემოგთავაზა, შარშან წავიკითხე, შარშან ზაფხულს და საოცარი ის იყო, რომ როცა ეს წავიკითხე პირველად ორი შვილი მყავდა და ეს წიგნი ზღვაზე წავიღე შარშან აგვისტოს ბოლოს და რომ ვკითხულობდი, აღმოჩნდა რომ როგორც მელკერსონს მეც უკვე 4 შვილი მყავს, აღარ მახსოვდა მართალი რომ გითხრათ და აი ძალიან ბევრი რამე დაემთხვა მაგალითად ბოლო დღე თუ სწორად მახსოვს ერთ-ერთი თავი, სადაც მთელი ზაფხული ერთ დღეში, ასეთი თუ ეს ბერდბერის სათაურია, ზუსტად უნდა გავიხსენო ერთი წუთით. დღე რომელიც მთელ სიცოცხლედ ღირს ეს სათაური იყო, მართლაც ასეთი დღე მქონდა მეც. და მთელი ზაფხული ერთ დღეში არის რეი ბრედბერის მოთხრობა და ამერია. მოკლედ გირჩევთ რომ წაიკითხოთ და რაც შეეხება მე-6 კლასელების კლასის საკითხავ წიგნს, გადავწყვიტეთ რომ ეს წიგნი იყოს ყველასთვის, აი როგორც სემესტრში ერთ წიგნს ვკითხულობთ, ამ ზაფხულსაც წავიკითხოთ. და იყო დაახლოებით 10 საათი და იყო დაწყებული საღამოს, ჩვენ პოსტერები მოვხატეთ რეპეტიციების შემდეგ მე და რამდენიმე მოსწავლე. შემოვედით აქ ავანთეთ შუქი, იმიტომ რომ ბნელოდა უკვე და რომ ავიღეთ ეს წიგნი და გადავშალეთ, დაგხვდა ასეთი სათაური, ნახეთ, ივნისის ერთ დღეს. იყო ალბათ 9 ივნისი, ასე მახსოვს, იმიტომ რომ სპექტაკლამდე 2 დღე იყო დარჩენილი და მოკლედ ივნისის ერთ დღეს ჩვენ ერთად ვიყავით ამ კლასის ბიბლიოთეკის წინ ვიდექით და ვარჩევდით საკითხავ ლიტერატურას და ვფიქრობ რომ ალბათ სწორი წიგნი ავიღეთ. ეს არის საოცარი თავგადასავალი ოჯახისა, მელკერსონების ოჯახისა, მამას მეძია მელკერსონს ჰყავს 4 შვილი, ცოლი გარდაეცვალა, მალინი არის უფროსი გოგო და ძმებს უვლის მალინი, მამასაც შეიძლება ითქვას, მიდიან კუნძულზე, სალტკროკაზე, ქირაობენ სახლს, ძველ სახლს და იწყება მათი ზაფხულის ყოველდღიურობა, რომელიც აღმოჩნდება რომ სულაც არ არის ჩვეულებრივი და ისევე როგორც ჩვენთვის ზაფხული განსაზღვრავს ბევრ რამეს, ამ წიგნშიც ასე ხდება მთავარი პერსონაჟებისთვის. ისინი შეიძენენ ძალიან ბევრ საყვარელ ადამიანს და ძალიან საინტერესო თავგადასავლები დაუგროვდებათ. ხო, ეს კლასის საკითხავი. ახლა მოდი გადავიდეთ დღიურებამდე, სანამ გადავალთ. გეტყვით მერვე კლასელებს, რა უნდა წაიკითხოთ. მერვე კლასელებმა, მერვე A კლასმა უნდა წაიკითხოთ ბალიშებთან ერთად წიგნი რომ მოგეცით. ძალიან გთხოვთ, მთელი გულით გთხოვთ და მშობლებს ვთხოვ ასევე რომ წაიკითხოთ თქვენ შვილებთან ერთად, მონაცვლეობით იკითხოთ და ამასთანავე თქვენ 3 წიგნი შეგირჩეთ ჩემი დღიურებიდან ასევე. ეს არის პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ვიქტორ ჰიუგოს წიგნი, რომელსაც ვკითხულობ აი აქ. აქ არა, 13 წელს ვკითხულობ. სწორედ თქვენი თანატოლი მე-7 კლასი რომ დავამთავრე, მე-8 კლასში რომ გადავედი, ის პერიოდია. მახსოვს რომ ძალიან მომეწონა ეს წიგნი, მაგრამ ისიც მახსოვს რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი სადღაც 50 გვერდზე იყო გადაჭიმული აღწერა, ტაძრის აღწერა და გადავახტი და ისე ახლაც კი ცუდად მახსენდება, სინანული მიპყრობს, რომ აი ეს ალბათ კითხველისთვის ნაცნობი არის ასეთი რამ. ბუნების აღწერების წაკითხვა მიჭირდა ხოლმე. ახლა ერთწინდედებას არ ვტოვებ, მართლა ყველაფერს აგულდაგულოდ კითხულობ და ის მახსოვს რომ აი ვერ გავართვი თავი და სადაც სიუჟეტი გრძელდებოდა ამბავი, აი იქ გადავსკუპტი და
ამ ზაფხულს ვაპირებ რომ წავიკითხო ისევ ეს წიგნი, ოღონდ მინდა რომ საგულდაგულოდ წავიკითხო პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღწერის ეპიზოდიც. ეს წიგნი ძლივს ვიშოვე ბიბლიუსში. ყდაზე წარწერა დავტოვე, იცით რომ წარწერებს წერ ხოლმე და ახალი თარგმანია. მაინტერესებს როგორი თარგმანია, ძლივს ვიშოვე, აქ კიდევ უნდა ვთქვა და მინდოდა კიდევ გრაფი მონტე-კრისტო მერჩია თქვენთვის, სწორედ თქვენი ტოლი ვიყავი რომ წავიკითხე, მაგრამ ვერაფრით ვერ მივაგენი, ვერც ერთ მაღაზიაში, ვერც თქვათ ბუკინისტებთან არ ყოფილვარ, მაგრამ რამდენიმე მაღაზიაში ვიყავი და ვერ მივაგენი. იმედი მაქვს, რომ ჩვენი სკოლის, ჩვენი უბნის ბიბლიოთეკაში ექნება, თან სხვა ბიბლიოთეკაში აუცილებლად მინდა რომ წავიკითხო, ან შეიძლება ისევ ციცოდეიდეს მივაკითხო. შარშან კი ვაპირებდი რომ ჩემი მეზობელი, რომელსაც ძალიან დიდი ბიბლიოთეკა ჰქონდა და ის წიგნები, რომლებიც სახლში მქონდა და წავიკითხე, ამოვწურა საკითხავი ლიტერატურა. შემდეგ უკვე ციცოდეიდეს ბიბლიოთეკაში გადავინაცვლე. და აი ის განცდა მახსოვს ახალი წიგნი რომ მომქონდა და მოურბოდი კიბეებზე, როგორ მიხაროდა. მოკლედ. მეორე წიგნი ეს არის ჟიულ ვერნის საიდუმლო კუნძული. ეს წიგნი ბავშვობაში არ მახსოვს წავიკითხე თუ არა. მაგრამ წავიკითხე დაახლოებით 3 წლის წინ ზაფხულში. ბევრი რამ არ მახსოვს, როგორც წესი მამახსოვდება ხოლმე. სავარაუდოდ არ წამიკითხავს, თუმცა ჟიულ ვერნის ყველაფერი უმეტესობა, წიგნების უმეტესობა წაკითხული მაქვს და ჩემი ბავშვობის მწერალი არის. მაინ ასტრიდ ლინდგრენის შემდეგ ჟიულ ვერნს დავასახელებდი, ალექსანდრე დიუმას, მაინ რიდსა და ვიქტორ ჰიუგოს. აი ეს ამ წიგნების, ამ ავტორების წიგნებს კითხულობდი. საოცარი წიგნია. ყველაზე საყვარელი დასაწყისი, წარმოიდგინეთ, დიდი საჰაერო ბუშტი, აეროსტატი მოფრინავს ოკეანის თავზე. ამ ბუშტში არის რამდენიმე მამაკაცი და ძაღლიც, როგორც მახსოვს და გადაწყვეტენ, რომ ქარიშხალია, ქარიშხალი მოაფრენს. უმისამართო და გადაწყვეტენ, რომ სიმძიმე ტვირთი, რითაც იყო ამოვსებული ეს აეროსტატი, გადამოყავენ ის ყოველი ვერსიის შესახებაც ვსაუბრობ, რადგან ვიდეოს ხელახლა ჩაწერას ნამდვილად ვეღარ შევძლებ. დავასრულებ საიდუმლო კუნძულზე საუბარს. აქ ვამბობ, რომ ამ წიგნის წაკითხვისას ძალიან დამწყდა გული იმის გამო, რომ საბუნებისმეტყველო საგნებს კარგად არ ვსწავლობდი. ეს წიგნი ბავშვებო, სურვილს გაგიღვიძებთ, რომ ბევრი რამ იცოდეთ, ძალიან კარგად ისწავლოთ, რადგან მთავარი პერსონაჟები და ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი კაპიტანი, როგორც მახსოვს, არის უგზო-უკვლოდ განათლებული ადამიანი და ამ თავის განათლებას გამოიყენებს უკაცრიელ კუნძულზე აღმოჩენისას. თავისი ცოდნა გამოადგება მას, რომ შეიქმნას ძალიან კარგი საყოფაცხოვრებო პირობები ველურ გარემოში. შემდეგი წიგნი არის დედოფალი მარგო. მე მინდოდა გრაფი მონტე-კრისტო მერჩია თქვენთვის, მერვე კლასელებისთვის, მაგრამ ვერსად ვერ ვიპოვე, ვერც ერთ წიგნის მაღაზიაში. ამიტომ იქვე შევნიშნე დედოფალი მარგო და რადგან ეს წიგნიც ჩემს ბავშვობას უკავშირდება, გადავწყვიტე, რომ გირჩიოთ თქვენც. თავფურცელზე დღის ჩანაწერი დავწერე და რაც შეეხება დედოფალ მარგოს, ერთი ძალიან საყვარელი ამბავი მაკავშირებს ამ წიგნთან. მე და ჩემმა მეგობარმა ანასტასიამ გადავწყვიტეთ, რომ წაგვეკითხა დედოფალი მარგო. მივაკითხეთ უბნის ბიბლიოთეკას მუხიანში და აღმოვაჩინეთ, რომ ეს წიგნი გატანილი იყო
ბიბლიოთეკარს ვთხოვეთ მოეცა ჩვენთვის მისამართი, ვისაც ეს წიგნი ჰქონდა წაღებული და ბევრი ძებნა არ დაგვჭირვებია. მეოთხე მიკროში მივაგენით, ახლაც მახსოვს ის სადარბაზო სართული და მივედით დავაკაკუნეთ, კარი გაგვიღო ჩვენზე 2-3 წლით უფროსმა ბიჭმა და გაოცებული გვიყურებდა. უფრო გაოცდა, როდესაც განუცხადეთ, რომ დედოფალი მარგო ჰქონდა ბიბლიოთეკიდან წაღებული და ხომ ვერ მოძებნიდა. მახსოვს, რომ დამელოდეთო გთხოვა, შევიდა, შებრუნდა შინ, მაგრამ ვერ მოძებნა და ჩვენ წამოვედით მე და ჩემი მეგობარი, ძალიან ბევრი ვიცინეთ და ახლაც როცა კი გვახსენდება, სულ გვეცინება, გვახალისებს ეს ამბავი. დედოფალი მარგო ეხება საფრანგეთის ისტორიის ერთ-ერთ მონაკვეთს და ძალიან კარგი წიგნია. ძალიან საინტერესო სიუჟეტი აქვს, ფილმიც არის გადაღებული, მახსოვს იზაბელ აჯანი თამაშობს და ძალიან მიყვარდა ეს ფილმი ამ მსახიობის გამო. მთელი გულით გირჩევთ, რომ წაიკითხოთ ალექსანდრე დიუმას დედოფალი მარგო. ესე იგი, მერვე აკლას ვთხოვ, რომ დაასრულოს კითხვა ბალიშებთან ერთად გადაცემული წიგნის და წაიკითხოს ყველა მერვე კლასაც, მერვე ბ კლასსაც კი, კლასელებსაც კი გთხოვთ, რომ წაიკითხოთ დედოფალი მარგო, ალექსანდრე დიუმას ეს წიგნი, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი და მესამე წიგნი ჟიულ ვერნის საიდუმლო კუნძული. ისევ და ისევ შეგახსენებთ, რომ ჩემი საზაფხულო საკითხავი თქვენთვის ემყარება ბავშვობის დღიურებს. საინტერესოა ალბათ თქვენთვის, რას კითხულობდა თქვენი ტოლი მასწავლებელი და თქვენ თუ შეძლებთ ამ კლასიკური ლიტერატურის კითხვას. აქვე მინდა გითხრათ კიდევ ის, რომ ამ სამივე წიგნი ძალიან ბევრ მკითხველს აერთიანებს დედამიწის ჩვენს მთელ სამყაროში შეიძლება ითქვას და შეგიძლიათ მოძებნოთ Goodreads-ი, ასეთი სოციალური ქსელი, სადაც წიგნების შესახებ საუბრობენ, ჩაწეროთ საძიებო ველში თითოეული წიგნის სათაური და შემდეგ წაიკითხოთ გამოხმაურებები, ჩემი საყვარელი საქმიანობა ამ ბოლო დროს და თქვენც გირჩევთ. აი, მე-10 კლასელებისთვის კი განსაზღვრე 2 წიგნი. ეს არის ალექსანდრ ყაზბეგის მოთხრობების კრებული. ზუსტ თქვენზე ცოტა პატარა ვიყავი, როცა პირველად წავიკითხე და ახლაც მახსოვს სიცხიანი სკოლაში ვერ წავედი. მთელი დღის განმავლობაში ვკითხულობდი, შემდეგ მესტუმრა სკოლიდან მომაკითხა ჩემმა დაქალმა ქეთიმ, საასთუმალთან ჩამომიჯდა და მახსოვს, რომ მოძღვარს ვკითხულობდი იმ პერიოდში და ქეთისაც ვუზიარებდი შთაბეჭდილებებს. თქვენ მე-19 საუკუნის ლიტერატურას ისწავლით მე-11 კლასში და ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობების კრებული ძალიან კარგ განწყობას შეგიქმნით, ძაფრ შთაბეჭდილებებს გაჩუქებთ და ამასთანავე გაეცნობით თუ რუსეთის იმპერია როგორ საშინელ დღეში აგდებდა ჩვენი მთის ხალხს, როგორ სასტიკად ექცეოდა და ისტორიულ ცოდნასაც შეიძენთ. რაც შეეხება მეორე წიგნს, ეს არის გოდერძი ჩოხელის ადამიანთა სევდა და წითელი მგელი. ახლა ხელში მიჭირავს ჩემი ბავშვობის დღიური, აქ მაქვს ჩამოწერილი ნუსხა დაახლოებით 15 წლის ასაკში, რამდენი წიგნი მაქვს წაკითხული, 80-მდე სათაური და ავტორი მაქვს ჩამოწერილი. მე მხოლოდ 2 შეგირჩიეთ ამ ზაფხულისთვის, დანარჩენს შევინახავ შემდეგი ზაფხულებისთვის. თქვენ თავად შეგიძლიათ შეარჩიოთ, იკითხოთ. მეც ასე ვკითხულობდი ზოგ წიგნს, დედა მირჩევდა, ზოგს ჩემი მეზობელი ციცოდეი და ასე მივიკვლევდი გზას მკითხველის ისტორიისკენ. იმიტომ რომ თითოეულ მკითხველს თავისი ისტორია აქვს, თავისი ნუსხა, წიგნების ნუსხა.
გოდერძი ჩოხელის მოთხრობები და ეს ორი რომანი ვფიქრობ, რომ ზუსტად თქვენ სასაკში უნდა წაიკითხოს ადამიანმა. წითელი მგლის მთავარი პერსონაჟი ლუკაც 17 წლის არის, 18-ის ხდება. დაახლოებით თქვენი